ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Joe. მოგესალმებით მეგობრებო ყველას პატივისცემით, განსაკუთრებულად ჩვენს გამომწერებს. და დღეს ვიმყოფებით? დღეს ვიმყოფებით ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ საუკეთესო მაღაზიაში, იარაღების მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში, კოსტავოს 23 ნომერში. მოგზავნით, დაგვაფასეთ, ვნახეთ, მოკლედ გელოდებით. ეხლა რაც შეეხებოდა გამომწერებს, რო ვთქვი, რომ აი განსაკუთრებულად გამომწერებს მივესალმები, მეთქი ხალხ, ერთი ძალიან საინტერესო თემა იყო. ძალიან გვახარებს ამ გამომწერების აქტიობა ჩვენ. ვაღიაროთ, თქვა. ხო, რა თქმა უნდა და ერთ-ერთ წმინდა ხაზი გაუსვა რარიტეტულ იარაღს შეეხო თემა და ერთი მოყევი და გაეცით ამ პასუხი ამ ადამიანს. მოკლედ, სანამ ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ ინერციული სისტემის ასელკონები, ბიუჯეტურ თოფებზე იყო მოთხოვნა, რომ ბიუჯეტური თოფები განვიხილოთ და ამაზე ბიუჯეტური ჩვენ მაღაზიაში ფაქტობრივად არ გვაქვს და სანამ ამ იარაღებს დავიწყებთ საუბარს, მინდა ჩვენთ საყვარელ გამომწერს გავცე პასუხი. კითხვა იყო ასეთი, რომ რარიტეტული იარაღია, ვებლის კოდზეო, ორი სიტყვითო, ეთყობა ინტერესებს ან მოყვარულია რევოლვერების და ორი სიტყვითო თუ შეგიძლიაო, რომ ხანმარტება გავაკეთო. ეგ ისტორიაში ჩაბარებული იარაღი რო არის ეგ არის, ხო? ხო, აი გასულ საუკუნიდან ძალიან დიდი ხანი არ გამოდის რა გასულ საუკუნეში შეწყდა ამ იარაღების წარმოება, მე-19 საუკუნის ბოლოს თუ არ ვწდები და იმის მერე რაღაც ვაზნები გამოდის, რაღაც თვითონ იარაღი წარმოება. ეს არის ლეგენდარული ვებლის სკოტის მოდელი მარკ 4, ვებლის სკოტი LTD, ასეთი იმით გამოდიოდა, აბორგავეტურით გამოდიოდა ეს რევოლვერი, ინგლისური წარმოებისაა და დღესდღეობით წარმოადგენს უკვე რარიტეტს, ანუ ძალიან იშვიათობას რა და კოლექციონერებს თუ აქვთ ხოლმე ეს იარაღი და სანახავად ძალიან ესეთია რა, იშვიათი როა. ანუ ხმარებაში არის, ცეცხლსასროლი არის, როგორც ესეთი მაგის ხმარება უკვე არის ფაქტიურად უაზრობა რა, მაგით წასვლა სადმე თავდასაცავად. ეგ არის ტყუების შოუი, ხო, ტყუების ვერი შოუი და თან ეგ ტყუები თავის დროზე იტენებოდა, ალბათ მოგეხსენება ამ ვისაუბრია კიდევ ჩვენ შავი დენტით. ის მარკის შავი დენტი, რომელიც მაშინ იტენებოდა ეს ვაზნები, ფაქტიურად აღარ იწარმოება, აღარ არსებობს. ეს შავი დენტი უკვე გადასულია იარაღ წარმოება ნიტროდენტებზე, ეს უკვე როდენტებია და ამ დენტით დატანილი ამ იარაღის ვაზნაც სახიფათოა გასასრულად უკვე ვერ უძლებს სიმწვრივეს. მე რა მახსენდება იცი ამ მიწარმოწერიდან, მოკლედ ეს ადამიანი იძახდა, რომ აი ამითო მაგალითად რომ შეიძლებაო საერთოდ A წერტილიდან B წერტილზე გადაადგილებაო, იდეაში მაგ იარაღი თუ უკვე არის ისტორიული ასე ვთქვათ არტეფაქტი, თუ რა დავარქვათ, ხო. და მეცად გეტყვი, ასეთი იარაღი ბევრ ქვეყანაში რეგისტრაციასაც აღარ ექვემდებარება. ანუ არაგეს ჰოლანდიის სამოქალაქო კანონი მაგალითად ამ იარაღს აღარ არეგისტრირებს, იმიტომ რომ ეს რარიტეტული იარაღია და შეიძლება სახში გედოს რარიტეტად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვაზნები აღარ არსებობს ამისი. შენ ხო შექმნი ამ ვაზნას, ხო? ხო ვერ გააკეთე უკუსტარულად ახლა რაღაცას თუ გააკეთე, რა თქმა უნდა რაღაც კანონთან კონფლიქტში ხარ, მაგრამ ეს იარაღები უდევთ იქ და სხვათა შორის ეს იარაღი მინდა პეტარა ესეთი ლირეული გადახვევა გავაკეთო, ჩართვა გავაკეთო. ამ იარაღის უკანონო ტარებისთვის ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური იხდის სასჯელს. აქტუალური გახდა კიდე ეს თავში დავინტრიალდა ახლა. მოიცა რის გამო რომ აქვს ეს იარაღი მაგის გამო? ხო, ნუ უკანონო ტარებისთვის როგორც მე ვიცი უკანონო ტარები, ამ იარაღის უკანონო ტარებისთვის, მაგრამ ეს რარიტეტული იარაღია და რავი, ამით რა უნდა გაიფუჭებინა ამ კაცს, მე ვერ ხვდები თან ოლიმპიური ჩემპიონია. ვა, ჩვენი საამაყო სპორტსმენია და რავი, სოფლიოს გავაცემ საქართველოს. მივედით, ხო. და აი იარაღის კანონი ცოტა გადასახედია და რაღაცები რომ შეაცვლელია კიდევ ერთხელ მეტყველებს ეს ფაქტი ამაზე რომ აი ესეთი რარიტეტული იარაღი ახლა ერეკლეს ხრით რო ვიღასამ დაგიჭირო და მოსაკლავად ვიდიხარ რო გითხრან რა. აი ეგეთი თემა. ხო. კაი, მოკლედ ზოგადი წარმოდგენისათვის ალბათ ამ იარაღზე კიდევ დავამატებ რომ ეს იარაღი აღარ გამოდის უკვე ძალიან დიდი ხანია, საუკუნეზე მეტი ხანია, თუ ვინმეს აქვს კერძო კოლექციაში ძალიან ესეთი თვალსაჩინო ეგზემპლარია და იარაღის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში უკვე ეს იარაღი აღარ წარმოადგენს არც აი იმ ფასეულობას, როგორც გამოიყენებ მაგალითად თანამედროვე იარაღს რა. ეს არის ესეთი იარაღი, რომელიც ვიტრინაში უნდა გედოს და
გამთვალიერებელი რომ მონახვა ის იარაღი არსებობს ასეთი იყო. კარგი. კაი, მე მგონი ჩვენი გამომწერი დაკმაყოფილდა ამ ჩვენი პასუხით, თუ არა მოგწერეთ განმეორებით და ვეცდებით კიდევ რაღაცა მოვიძიოთ ინფორმაციები. თუმცა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის ამბავი ძალიან არ მესიამოვნა. მაგის გამო ადამიანის დაჭერა ცოტა უცნაური. ხო, თან რამე რომ დაეშავებინა ამ იარაღით, კიდე გასაგებია და არაფერი რა. ხო. Ну, კაი, მოკლედ გავაგრძელოთ ახლა ამბავი და მეორე კითხვა კიდე ჩვენი მოხმარებლისა ის რა რითისა უკვე გადავედით გლუვ ენებზე და ბიუჯეტური იარაღიო. ეს იარაღი ჩვენ გავიარეთ რამდენიმე თვის უკან. მოდი ერთხელ კიდე გადავიდეთ. შეიძლება ესე აი ხაზგასმით მინდა ვთქვა ხახნო რა. ბიუჯეტური იარაღი არ ნიშნავს იმას რომ იაფასიანი არის. ანუ ბიუჯეტური ნიშნავს უბრალოდ დაბალი ფასის საფასურ კატეგორიაში მოკლედ ტოპ იარაღი. აი მინდა აღვნიშნო რა, ერთ-ერთი ტოპ იარაღი არის, იმიტომ რომ ამ ფასში ასე გემსახურებოდეს იარაღი, რა ვიცი, ალბათ ნაკლებად. იმის ტესტი გვაქვს. ისე ტესტი გვაქვს მე და ირაკლის გაკეთებული, თქვენ ალბათ ნახეთ ეს ვიდეო, თუ არ გინახავთ გამოვა აი აგზევით თუ სადღაც მოკლედ სადღაც გამოვა და დაათვალიერეთ ეს იარაღი, ნახეთ ძალიან მრავალი ვაზნა მოვსინჯეთ და რავი დაამუშავა ყველაფერი იდეალურად. მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღები არიან, რომელსაც ახლა ვისაუბრებთ, ინერციული სისტემით აღჭურვილები. ბენელი ინერცია სისტემაზეა ყველა. ეს წარმოებელი არის ასელკონი ბაზარზე შედარებით ახალია და რამდენიმე მოდელი უნდა წარმოგიდგინოთ. ეს არის ინტერი, ასელკონ ინტერი, ასელკონ X5, X3, ასელკონ X3 და Redstone. ეს ტოპები თავის იდეაში და თავის შინაარსით ერთმანეთს იმეორებენ. უბრალოდ განსხვავება არის დიზაინში, განსხვავება ოდნავ შეცვლილი გარე ვიზუალში, მაგრამ ყველანი ესენი არიან ინერციული სისტემის და ეს მრავალფეროვნება ამ დიზაინისა განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული. ზოგს მოსწონს დაუშვათ ავტო A5-ის მსგავსი ყოლოფით. აი ესა ხო? ამაზე აწეული ზურგია. ზოგს ეს არ მოსწონს, მაგრამ მე მაგათად მომწონს ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ დააკვირდი, აი აქედან უკვე 3 დნ-თან და ხაზი ერთ ხაზზე მიდის და 3 დნ-ით ძალიან კომფორტულია. მეც გეთანხმები, აი გადასვლა არა. პირდაპირ დაადებ თავს და კაცრი ფორმები აქვს და ეხლა რაც შეეხებოდა ფასს შენ იძახი რომ დაბალ ბიუჯეტური არის. ფასი რა აქვს? 1600 ლარამდეა ყველა, კონკრეტულად თუ 1600 ლარამდე საიდან? 1000 აი ყურე ფასები გიმიწერია მე და 1580 ლარი ღირს X5 1000 იგივე ფასი ღირს X3 ცოტა იაფია მე მგონი. Ну, დაახლოებით მასე არის, ესე იგი. მივხვდი. 1525 ლარიდან 1600 ლარამდე რა. 1500 ლარის ფარგლებში არის სადღაც რა მე როგორც ხვდები. კი ბატონო. და თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მეორისაგან განსხვავდებიან ძალიან მცირე დეტალებით, მაგრამ საინტერესო ვიზუალით გამოიყურება ყველა. ხო, არჩევანი დიდია. როგორც კალაპოტის ფერებიდან გამომდინარე, პლასტიკი არის მაღალხარისხიანი და ძალიან სასიამოვნო ხელით იცი რა მინდა შეგეკითხო, გახსოვს ჩვენ ბაზარზე შევხვედრია იმისთანა იარაღები, ალბათ ჩვენი მაყურებელს დაგვეთანხმება, რომლებსაც არც თუ ისე დაბალი ფასი აქვს, მაგრამ ისეთი ნაკლოვანებები აქვს, რომელსაც მაგალითად ამ ტოპებში ვერ ვამჩნევთ და ხაზი მინდა გავუსვა. იყო შემთხვევები, რომ ცოტა უფრო მაღალი ფასით კატეგორიაში ლულები ეჟანგებოდათ ხოლმე ტოპებს. ეხლა მე აღარ გავაჟღერებ სახელს და გვარს ამ წარმოებლებისას, მაგრამ ზოგადად შევხვედრია ასეთები და რა თქმა უნდა ეს ბაზარმა უკვე თავისი ასე თქვა ნიშა მისშეზინა ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში როგორ არის? ნეტა მე გამომწერებს მინდა უფრო ვკითხო, ვინც ხმარობთ ამ ასელკონებს, ხალხო, როგორი კმაყოფილები ხარ, ძალიან საინტერესო იქნება და მაყურებელს მოუწოდებ, რომ ეს კომენტარები წაიკითხოს მე და თვითონ დაწესებულა. მე დავამატებდი უბრალოდ მარლინის დავეთანხმები მარლინის ამ სიტყვას და მართლა ეგრეა, რომ ძალიან ბევრი წერდა, რომ დაიჟანგა რაღაცა პრობლემები შეექმნა. ეს იარაღები კალაპოტით არის უბუქში რადნობით და გამოირჩევა და არა კოროზირებადი, ანუ მედერგია კოროზიის მიმართ და როლები ცოტა შორის ესე კარგადაა დამუშავებული, რომ ამ ტოპებზე რამდენიმე თვიანი ხმარების შემდეგაც კი არ შეგვიმჩნევია კოროზიის ნიშნები.
ძალიან სქელად დაფარული, გარესაფარული, ხავიანი დაფარვით არის ესენი და გარბლიკავს და მოკლედ კარგად ეგუება სინესტეს და ამიდის ცვლილებს. ანუ ჟანგები არ შეიმჩნევია ყოველ შემთხვევაში. თქვენ ალბათ გეხსოვებათ ხახნო ქარხანაში ვიყავი ასელკონის და ჩემი თვალით ვიხილე როგორ აწარმოებს ქარხანა ამ ტოფებს და მინდა ვთქვა რომ ნამდვილად იმ მოწოდების სიმაღლეზე დგას რომელზეც ვისურვებდი რომ საქართველოშიც ყოფილიყო რაღაცა მსგავსი წარმოება რა. ძალიან ნუ, კაი, ბოდიში რომ ჩაგეჭედი, გააგრძელე უფრო. ხო, ეს ქარხანაში პატრიცემული ბრძანდებოდა და იქ გადაიღო და თუ გაინტერესებთ ვიდეოების დევს კიდე იქ და მინდა ვთქვა კიდე ის რომ დიდი ხანია თურქეთის იარაღ წარმოება გადასული არის ევროპულ ყაიდაზე და ევროპულ რელსებზე. ეს MCS დანადგარები რომლებიც აწარმოებენ იარაღს არის ევროპულები, ძირითადად იტალიურები და ემსახურებათ იტალიური კვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი, ну თავიდან ყოველ შემთხვევაში სანამ გაატარებენ ხოლმე სწავლებას და მე თურქები ასე ვთქვათ შეუბერავენ ხოლმე საქმეს და მინდა გითხრათ რომ არც ისე ურიგოდ გაართვეს თურქებმა თავი რაოდენ გასაოცარი წამდა იყო ჩვენ გვახსოვს თურქული წარმოების ჩიფსან ხუთი-ხუთები რომლებიც საშინელი ხარისხი იყო და წარმოდგენაც არ მინდოდა ამ თოფების თუ შეიძლებოდა ასეთი უხარისხო თოფების დამზადება, მაგრამ რადიკალურად გადაკეთდა შეიცვალა თურქული იარაღ წარმოება და დღეს ვიტყვი რომ ფასტი კატეგორიაში დაბალი ბიუჯეტიან და საშუალო ბიუჯეტიან სანადირო თოფებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს თურქულ სანადირო თოფს და ეს შედარებით ბიუჯეტური თოფებიც არ გეგონოთ რომ რაღაცა ნაკლოვანების გამოა დამზადებული ეს თოფები. უბრალოდ ეს თოფები დამზადდება იაფასიანი, იმიტომ რომ რაოდენობაში იყოს ცოტა რაოდენობით მეტი იყოს და ბევრი მომხმარებელი შეეძლოს შეძენა. ნუ დიაპაზონი მომხმარებლებისა ზოგი ყიდულობს მაღალი ბიუჯეტიან თოფს და ზოგს არ აქვს ამ საშუალება და უნდა რომ იყიდოს ცოტა დაბალი ბიუჯეტი. არ არის აქტიური მონადირე, მოკლედ და უნდა რომ თოფის სახში ხონდეს და დიდი თანგის გადახდას უშევნია გადაიხადოს 1600 ლარი და სახში ხონდეს სრულფასოვანი თოფი, რომელიც გამოადგება. შეიძლება ძალიან დიდ დატვირთვებს ვერ გაუძლოს ახლა ჭალებში ამ იარაღმა, მაგრამ ესეც არ ვიცი გაუძლებს თუ რა თქმა უნდა. გაიტესტება ეს თოფები და მე გამოჩნდება ყველაფერი. ამას დრო უნდა, წლები უნდა, მაგრამ რასაც ჩვენ ტესტი გავაკეთეთ, ამ თოფებმა იდეალურად გაართვეს თავი. ნებისმიერ ვაზნას ისვრის იდეალურად და რავი შეფერხება ჩვენ არ ქონია. ეს მიზეზია კიდე იმისა, რომ ბენერ ინერცია სისტემაზეა და ეს სისტემაა მოკლედ რა. კი, უთხარი სისტემაა, რომელიც თქვენ ალბათ იხილეთ ჩვენი ვიდეო, სადაც ვადარებდით ინერციას აირგადამტენ სისტემას და რა ვიცი, ვფიქრობ, იქ ყველაფერი დათელი არის რა. ხო. ეს ვიდეო დაუმონტაჟებლად დაიდო და ბევრს პირიქით ეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ ასე აღმოჩნდა. ისიც ხდება ხოლმე რომ პირიქით ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდელებს გააჩნია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემი გაჩვენდა. ჩვენ როგორც ჩვენი დევიზია რომ პირდაპირ მომხმარებელს პირდაპირ დაუმონტაჟებლად და ტყუილის და რაღაც ფოკუსების გარეშე გადავცეთ ინფორმაცია. ჩვენი დევიზია რაც არსებობს ჩვენ და რაც განვიხილავთ იარაღს და სიმართლისკენ მოუწოდებთ ყველას ჩვენ. კარგი, მე ვფიქრობ რომ ამ იარაღებზე ბევრი ლაპარაკი სხვა არაფერი არ შეიძლება ეხა ისეთი განსაკუთრებული ერთ-ერთი რაც საჭირო იყო ითქვა, ანუ ბიუჯეტური იარაღი მუშაობს, არ შეგარწმენთ, ინადირებთ. კი, სხვა თოფებთან შედარებით ამაზე უკეთესები რა თქმა უნდა არსებობს, კანა არ არსებობს, მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე ხელმისაწვდომია ბევრისთვის ეს იარაღი და მე მგონი урიგოც არა თუ დროულად მიხედავთ და გაიწმინდება, შეინახება სათანადოდ და თან ლამაზი ვიზუალი აქვს, რამდენიმე მოდელია, რომელიც მე ვფიქრობ ყველანაირ გემოვნებას დააკმაყოფილებს, კი ბატონო. და უკვე თქვენზეა გადაწყვეტილების მიღების ამბავი რა, რომელი მოდელი უფრო მოგეწონებათ რა. შესანიშნავი რბილი პიჩი აქვს უკან და ნუ გემოვნებით არის გაკეთებული ეს იარაღი. ჩოკები მოყვება ამას? კი, მოყვება ჩოკები, ჩოკური შევიწროვე მოყვება ამას. ამას არ მოყვება. ცაბო კეისი არ მოყვება როგორც ვიცი ხო ამ მოდელებს? დაში კეისი მოყვება, არ გადამრიო. და კეისი მოყვება, ხედავ? 4 ჩოკი და კეისი მოყვება. მეტი რა გინდა ახლა, რავი. მუქთა ფაქტობრივად რა. კარგი, მეგობრებო, მოკლედ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, თუ რა თქმა უნდა ინტერესდებით ამ ტიპის კონტენტებით და რა ვიცი, მოგიწოდებთ, რომ თქვენ თვითონვე იაროთ მაღაზიაში, თქვენ თვითონ მოირგოთ ხოლმე იარაღი, ხშირად გვეკითხებიან, რომ როგორ რა იარაღს მირჩევო, გირჩევთ კარგი იარაღის შეძენას კარგ მაღაზიაში. სადღაც ხელზე, იმაზე, ამაზე რაღაცა, რა ვიცი. აი კეისი მოგვიტანო სამო, რა მაგარი კეისი აქ ნახე, ბიჭო. აი კეისი. გადასარევი კეისი არის. ცალკე კეისები არ იყიდება? ცალკე კეისები არ იყიდება. შეხედე, ვა, რა კაია, მოიცე წუთი მაყურებელსაც ვაჩვენო. აჰა.
არის 4 ჩოკი, 1 ზედაყენია, ხო, თავისი გასაღებით, თავისი გასაღებით. თავისი პლასმასის სარეგულირებებით. ეს რა არის? ეს ზეთია ჩოკების გადასარევი. და ნახე როგორი პეტლებზია, ნახე რო? ეს და ბილი ორი არ მხრიდან. დაიშლება. ანუ თუ სიტყვაზე ტრანსპორტირების იდეალური პრობლემა кейსია, ნუ, შეიქმნება, ამ кейსით ეს პრობლემა აღმოიფხრება. ჩემთვის არა ხო ეს кейსი. ბრედას არა. ბრედას არა ეს кейსი. და მადლობა ცაბუ. მოგლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ჩვენს გვერდში ყოფნას. ნახვამდის. ნახვამდის დროებით, გეშვიდობებით ყველას.